ეს იყო ღვთისმშობლის დიდი წყალობა. ხატი დამზადდა ათონის მთაზე მას შემდეგ, როდესაც ათონის მთიდან საქართველოში მოსალოცად ჩამოვიდა წარმომადგენლობითი დელეგაცია, სადაც 12 მონასტრის წინამძღვარი იყო ამ დელეგაციის წევრი. იმ შტაბეჭდილებების საფუძველზე, რომელიც მიიღეს ათონელმა ბერებმა, მათ დიდი მადლიერება გამოთქვეს მისი უწინდესობის მიმართ, ასეთი თბილი მიღებისათვის და გამოხატეს სურვილი, რომ ათონის მთის სახელით საქართველოს ეკლესიისათვის, როდესაც ისინი დაბრუნდებოდნენ ათონის მთაზე, გამოეგზავნათ რაიმე ღირს შესანიშნავი, განსაკუთრებული ასეთი ძღვენი. როდესაც ასეთი სურვილები მათ გამოთქვეს, უწინდესმა უთხრა მათ, რომ ჩვენ მადლობელი ვიქნებით თუ თქვენ შეგვისრულებთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზუსტ ასლს. ბერებმა ნამდვილად გაიხარეს, რადგანაც ვერავით არის მატერიალური ასეთი საჩუქარი ვერ შეედრებოდა იმ სიმდიდრეს, რასაც ხატის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის გამოგზავნა იქნებოდა და შესაბამისად მათ მთელი გულით და სულით მოამზადეს აი ეს ხატი, რომელიც დღეს ჩვენს წინაშეა, რომელიც 25 წლის წინ ჩამობრძანდა და მოიწვიეს მისი უწინდესობა და დელეგაცია საქართველოს ეკლესიის მიძინების დღესასწაულზე. 99 წელს, ეს იყო 88 წელი, ერთი წლის განმავლობაში ეს ხატი მზადდებოდა. იგი დამზადებული იყო ივერიის ღვთისმშობლის ხატის გვერდზე, სადაც აღესრულებოდა წირვები და ლოცვები და მან მიიღო მადლი აი ამ ხატისა სრულად. ხატის გადმოცემის დღეს ათონელმა ბერებმა წაიკითხეს საგანგებო სიგელი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მონასტერს, რომელსაც აქვს უფლება თავისი სასაუთმოქმედი ხატის არა მარტო ფიზიკური ასლის შექმნის, არამედ სულიერი ასლის სტატუსის მინიჭების უფლება აქვს. და ეს ხდება ალბათ ერთხელ, ან შეიძლება მოხდეს ორჯერ ხატის ისტორიაში. და მათ მიანიჭეს ამ ხატს სულიერი ასლის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე არის იგივე ძალა, იგივე მადლი ღვთისმშობლის, რომელიც ათონის მთაზე ყოფ ხატს გააჩნია.